Oh shit, man. Shit. დაუბრუნდი მეგობრებო. მოკლედ დღეს არის რიგით ნომერი 2 ვლოგი. აქედან გამომდინარე უფრო საინტერესო და მაგარი ვიდეო იქნება. ვისაუბრებ ერკოზე, თუ როგორ მოვედი დღეს აქამდე და მეორე ჩვენ ახალ პროექტზე, ჩემი და თემიკოს ახალ პროექტზე ვისაუბრებთ, ასევე ამანზე უნდა გავიდეთ და რაღაც პატარა მცირე დეტალებს გეტყვით თუ რა შეეხება ეს მეორე პროექტი და ასევე მოკლედ ერკოს უფრო ჩაგიშლით და გააგებინებთ თუ რა სტრუქტურაა და როგორ მუშაობს და რატო არის წარმატებული პროექტი. ვაუ, შაშავე. ერკო არის საუკეთესო ბიზნესის კონსულტაციის ცენტრი საქართველოში. და რატომ? იმიტომ რომ საუკეთესო შედეგები გვაქვს ჩვენი კლიენტებისთვის დაწყებული. 15 დღეში 50000, ერთ თვეში ორგანულად გასამაგება გაყიდვების და ასევე აუდიტორიის 5-ჯერ გაზრდა. და უამრავი სხვადასხვა მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ჩვენი კლიენტებისგან, მაგრამ მაგალითად სასაუბრად ახლა აქ არ ვარ. მოკლედ ერკოს იდეა დაიბადა 1 წლის წინ, ცოტა მეტი, 2023 წლის დეკემბერში და მის მერე მოყვებული მე და თემიკო, ვისაც ხშირად ხედავთ ხოლმე, ამ საქმეში ვართ და მსახურებით სხვადასხვა ბიზნესებს და ვახარებთ მათ გულებს მოკლედ. აქედან გამომდინარე იმის თქმა, რომ საუკეთესო ბიზნესის კონსულტაციის ცენტრი არის, მაგაზე პრობლემა არ გვაქვს, იმიტომ რომ რეალურად ეგრე არის. მოკლედ ეს არის რაც მინდა ერკოს შესახებ მეთქვა. ჩვენთან შეგიძლიათ ნებისმიერი მომსახურების მიღება, რაც ნებისმიერ ბიზნეს თუ ინდივიდს მოუტანს პოპულარობას და ეგაა, that's it. და მოკლედ მივიდივართ ინექსში, ეხ გავვლით თემიკოს და მე მივალთ მოკლედ და გამოვიდან ჩვენ ამანაც 9 კილო, კაი სუყე ნადავლი არის მოკლედ და მე ალბათ ავალ თემიკოსთან და unboxing-ს გავაკეთებთ და აი მაგ unboxing-ს ამდენ გადავიღებთ, let's see რა. ძალიან საინტერესო პროექტი არის, ანუ იდეაში კულტურას ვთესავთ რა, ანუ ამის გარდა ეხლა HSS-ის გარდაც კიდე ერთი პროექტი მაქვს სხვა პარტნიორთან, მაგასაც გაგაცნობთ, სადაც მანდაც კულტურას ვთესავთ და მოკლედ საკმაოდ საინტერესო პროექტია, იმიტომ რომ კულტურის დათესვა ყოველთვის გამოწვევებთან არის ასოცირებული და მაგრა ასწორებს რა. კიდე ეხლა ვიყავი ეპილაციაზე და მოვისმა მაგის თქმა, კისერი გავიკეთე და აი მენა გაუსაძლისი არის, მართლა ეგეთი მწარე რავი ტატუების მოგაკეთებული რავი ისეთი მწარე ადგილებზე და მგონი რავი უფრო მწარე არის ვიდრე ტატუს გაკეთება, აი რავი ზურგზე თუნდაც არავინ ეკენებზე ან არ ვიცი ძალიან მწარე არის რა. მაგრამ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს რა თქმა უნდა და ამიტომ that's okay რა. აი მეგობრებო, ჩვენთან ნახეთ ვინ არის? TK from Eternity. Still Eternity. No circle. Bro, TK from Proxima bro. ეს არ ვიცი რა და მოიფიქრა. მოკლედ ენი ამ ის ჩავდივართ ერთანსპროს ეპიზოდზე. მოკლედ ჩავდივართ ინექსში. უნდა გამოვიტანოთ ჩვენი ამანათი და მოკლედ განვიხილავთ, მე ხა მასო გავთიშო, განვიხილავთ, გამოვაჩინოთ ვიდეოში ეს ყველაფერი უკვე დავიწყოთ ამაზე საუბარი თუ რა მგონი დროა რომ უკვე რაღაცები გავუმხილოთ და აი გამოვიტანოთ. მე უჭველი ვიძახი რომ ვაჩენ და ამას განხილვა არ ჭირდება რა. ხა და მოკლედ რომ იმას ვიზავთ რომ გავხსნით ყველაფერს განახებთ. ეხლა ინექსში შევალთ, იქ ნაშებს გადავუღებთ ინექსის გოგოის ფოტო ეს გოგოება ხო. და არა ამას არ დავრეკა და ნახე ბიჭო ვიშეთნე ბიჭო. ხვა ხირო მანქანავტენი. მოკლედ დაგებრუნდებით რა, თორე უკვე ძალიან რისკში გადავდივართ მე. რა ხო. რასეულობები. ეს კადრები.
ეგ არის. აი ეს ჩემი აზრით კარგი არის, თემიკო, რას ფიქრობ? ანუ ჩვენ გვეძებთ, რომ ანუ ურბანულ სტილზე გადავწყვიტოთ რაღაც, ანუ ურბანული ბექგრაუნდი გვინდა ჩვენი ტანსაცმლის ბრენდისთვის, და ეს ჩემი აზრით კარგი იქნება რა. აი, ანუ ბეტონის ვიზუალი ამას აქვს, მაგრამ კიდევ ნახე. არა, ხო, ანუ ერთ-ერთი ვარიანტი დავიტოვოთ ესეც რა. ანუ ეგ არის დავსკრინე. ეს არის მოკლედ ჩვენ გამოვიწერეთ UK-დან ტანსაცმლის ერთი ხაზი არის Cortez, ხო, ხო სწორედ ამბობ. Cortez, რომელიც საქართველოში არის პოპულარული. Yeah. ხო და მოკლედ ეგ ფუთარას გამოვიტანეთ არის სრულიად გატენილი Cortez-ის სხვადასხვა ტავარით, ესე რომ ვთქვათ და მოკლედ მაგ ყველაფერს განახებთ რა. ეს არის ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც UK-ში ძალიან ცნობილია, ანუ drip style არის, რა სტილი შეიძლება იყოს. Streetwear არის. Gangster streetwear, you know? რა, როგორ? Streetwear. Okay. Gangster streetwear, you know? აი ეს დავიციოთ. ხო და ანუ კაიოთხია რა ის ნაცვლად. ბიგ სექშენ ბუსო. მოკლედ წეგანო განახეთ რა ის რაც ფილა რაც მოგვეწონა არ მეტრზე არის და მოკლედ პატარაა რა და გვინდა რომ დიდი იყოს, იმიტომ რომ შავლებზე გავიჭედებით რა და Okay. მიდი აბა ორი სტუთ ვითხარი MDF-ის მასალაზე. ბიჭო, არ შეგონია რომ პატარაზის დაიდეო. კი, მაგრამ ვოის რაც რა არის. მაგრამ ნახე, ერთად ბოდიში მე ვაბადრები. არა, ბოდიში მართალი ხარ. მაგრამ ის არის რომ აქ შეგვიძლია რამდენიმე ანუ აქ დიდზე დავატევთ, ანუ სტაილინგს რა, 2-3 ცალი, შარვალი, ჩანთა, ყველაფერი ერთად რა. განდული ვაჭარი, სულით ვაჭარი. Yeah. მოკლედ წავიდა რა, ჰასლერობა 20-25 რა. რომელი პოშაულია მე თუ ვერ შენ ясно ეგაა ბებე რა მოკლედ გადავწყვიტეთ რომ პოლიმიზატორი შევღებოთ რაღაც ნაწილებზე ჩვენი ლოგო, ჩვენი სახელები და ასე შემდეგ და ეს YB იყოს რა თემიკო და ლუკა ჯარკი ჩვენი ფოტოა ერთმანეთს როგორ გყავს და ეგ მიცამებს წამოდი ჯიგარი, წამოდი. მოკლედ კარგად გამოვედით და ანუ რეალურად ის რა ჩამფიტებს ხონდა როგორც ვიტყრა იმ გამოცემა პერსონალმა მოკლედ დაახლოებით 800 ლარამდე გვიჯდებოდა. და ანუ მეორე ცოტა cheap ვერსია, მაგის იყო 400 ლარი და ანუ პლუს ის ვითხარო, ვერ მაიგებს ხო? ანუ ახალგაზრდა ვერ მაიგებს. ანუ პლუს ის ვითხარო, შეიძლება არ გამოგცხოვდათ და ანუ მთლიანი მასალა უნდა გადავდეხარა რა. მეგობრებო, დავტვირთეთ ჩვენი მანქანა. საკმაოდ გაგვიჭირდა, იმიტომ რომ ძვირ შემოვატიეთ. მაგრამ ნუ hard work-ის გარეშე არ გამოდის რა ამბობი არა. თესლობა იყო რა. Okay, მოკლედ აი ცემენტები და რაღაცები არ დავიცეს. სწორედ ამ იდეა იყო მაგარი. იდეა იქნება. დილის 10 საათიდან აქვარს და 10-დან არა 6-დან. აი ეს რაღაც მასალები მოვიტანეთ. TK ჩვენთანა, UK ჩვენთან არის და დროა გავხსნათ რადევს შავ ყუთში. რა იდება აბა ბებერ? რამე იდეა ხო არა? ეგა მეგობრებო როგორც იქნა მოვიდა სანატრელი დრო მოვიდა მეგობრებო და რავი დროა რომ გავხსნათ რა მიდი TK გახსენ და შეხსენი მიდი შენ გენაცვალე
მიდი. უგომა გაქვს, Yeah, oh shit, man. Shit. So.